ირანულმა გაზმა შესაძლოა რუსულ გაზპრომ სერიოზული კონკურენცია გაუწიოს პოლიტიკური ნაბიჯი თუ ბიზნეს პროექტი. ირანი ევროპას ბუნებრივი აირით მომარაგებას თავაზობს. ისლამური რესპუბლიკა უკვე მსჯელობს თუ რა გზით მოხდეს გაზის ტრანსპორტირება. ქვეყანა გაზსადენის მშენებლობაზეც მუშაობს. ირანში ფიქრობენ, რომ ახალი საგარეო პოლიტიკა ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმებას ან შერბილებას გამოიწვევს. დღის ეკონომიკურ თემას სოფო ოხანაშვილი წარმოგვიდგენს. პირდაპირ ეთერში ვთავთ ახალი ამბების სტუდიას. სოფო საღამომშვიდობის გასაგებია ირანის პოზიცია, რას ფიქრობენ ევროპაში? ევროპამ უკვე დიდი ხანია დაიწყო ფიქრი იმაზე, რომ უნდა მოახდინოს აუცილებლად საკუთარი ენერგო მომწოდებლების დივერსიფიკაცია. შეიძლება ითქვას, რომ ეს პროცესი არის უკვე ორმხრივი, ერთის მხრივ ენერგო მომწოდებლების დივერსიფიკაციაზე მუშაობს ევროპა და ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ამთვის დასაწყისიდან გააქტიურდა ირანი. იმ მიმართულებით, რომ მოახდინოს საკუთარი საექსპორტო ბაზრების გამრავალფეროვნება და დივერსიფიკაცია. ამ მიმართულებით ოფიციალურმა თეირანმა უკვე გააკეთა განცხადება და არაერთი მაღალჩინოსნის სახით, რომ ირანი მზად არის, რომ საკუთარი ბუნებრივი აირი მიაწოდოს ევროპას. ამის შესახებ განცხადებები უკვე ირანულ პრესაში ვრცელდება. ირანელი მაღალჩინოსნები საუბრობენ ასევე კონკრეტულ მარშრუტებზე, თუ როგორ შეიძლება ირანული გაზი მოხვდეს ევროპულ ბაზარზე. ამ მარშრუტებზე საუბრისას საკუთარი მოსაზრებები აქვთ, როგორც ქართველ, ასევე უცხოელ ექსპერტებსაც, ამათ საკუთარი შეხედულებები აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი მარშრუტი შეიძლება ჩაითვალოს უფრო რეალურად, თუმცა ზოგადი შეფასებისას ისინი ამბობენ, რომ იმისთვის, რომ ირანული გაზი მოხვდეს ევროპულ ბაზარზე, ამისთვის მინიმუმ საჭიროა 2 ან 3 წელი. ირანი მზადაა ევროპა ბუნებრივი აირით მოამარაგოს. ამის შესახებ განცხადებები ადგილობრივ პრესაში ვრცელდება. ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრი ბიჯან ნამდარ ზანგანი ამბობს, რომ ეს ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნება. ირანს როგორც ქვეყანას, რომელსაც აქვს შესაძლებლობა და რესურსი, რომ დიდი მოცულობით მოახდინოს გაზის მიწოდება, ყოველთვის ჰქონდა და აქვს სურვილი, რომ ევროპა მოამარაგოს ბუნებრივი აირით ან გაზსადენის ან გათხევადებული გაზის მეშვეობით. ევროპისთვის გაზის მიწოდების მზაობას ადასტურებს ირანის პარლამენტის სპიკერიც. ალი ლარიჯანი განმარტავს, რომ ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია ევროპულ ქვეყნებთან, მათ შორის სლოვენიასთან მოლაპარაკებები. ეს პროცესი ვერ დასრულდება 1 და 2 წლის განმავლობაში. იმისთვის, რომ ევროპის ბაზარზე შევიდეს, ალბათ ირანს დაჭირდება თავის ენერგეტიკულ სექტორში მდგომარეობის დალაგება. ირანის საერთაშორისო და სავაჭრო ურთიერთობების მინისტრის მოადგილე ალი მაჯედი კი ევროპისთვის ირანული გაზის მიწოდების კონკრეტულ 3 მარშრუტზე საუბრობს. მაჯედი ამბობს, რომ ირანისთვის, რომელსაც ბუნებრივი აირის ძალიან დიდი რესურსი აქვს, მნიშვნელოვანია საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია. მაჯედის ერთ-ერთი ვერსიით ირანული გაზი ევროპაში ირანსა და თურქეთს შორის უკვე არსებული მილსადენით უნდა მოხვდეს. მეორე მარშრუტი ერაყზე, სირიასა და ლიბანზე გადის. მესამე გზად მაჯედი სომხეთის, საქართველოსა და შავი ზღვის მარშრუტს ასახელებს. თუ ჩვენ ლაპარაკი გვაქვს ამ გაზზე, რომელიც ირანმა შეიძლება ირანის ეროვნულმა კომპანიამ წამოიღოს შაჰდენიზის მეორე ფაზიდან 10% და პლუს არსებობს იმისი პერსპექტივა, რომ გაზი აღმოჩნდება კასპიის ზღვის შელფზეც ირანულ ნაწილში. მაშინ რასაკვირველია, ეს შესაძლებლობა ძალიან ბუნებრივია. რომ ეს გაზი წამოვიდეს სამხრეთის გაზის კორიდორით, შემდეგ ტანაპით და შემდეგ შევიდეს ევროპაში. ყველაზე რეალურ გზად, რომ ირანული გაზი ევროპულ ბაზარზე მოხვდეს, ანალიტიკოსები ირანსა და თურქეთს შორის უკვე არსებულ მილსადენს განიხილავენ. ამ მარშრუტის მიხედვით ირანი გაზს თურქეთს 3 მილით მიაწვდის. თურქეთიდან კი ბუნებრივი აირი ევროპაში სავარაუდოდ თურქეთ-ბულგარეთის ინტერკონექტორით გადანაწილდება. აქ მთავარი პრობლემა პოლიტიკური შინაარსისაა. თურქებს არ უნდათ, რომ ეს გაზი წარმოდგენილი იყოს როგორც ირანული. მათ უნდათ, რომ ამ გაზის ექსპორტი განახორციელონ როგორც საკუთარი ბუნებრივი რესურსი, რაც ირანელებს არ მოსწონთ. იმ შემთხვევაში თუ მოხდება ირანული გაზის როგორც ირანის რესურსის ექსპორტი, აქ უკვე თავს იჩენს არსებულ სანქციებთან დაკავშირებული პრობლემები. თუ ამ სანქციებს მოხსნიან, მაშინ ირანში ნამდვილად შეუძლიათ გააკეთონ გათვლა, რომ მათ გაზზე ევროპაში მოთხოვნა გაჩნდება. ევროპისთვის ენერგო მიმწოდებლების დივერსიფიკაცია და რუსეთზე ენერგო დამოკიდებულების მაქსიმალურად შემცირება მას შემდეგ გახდა აქტუალური, როდესაც რუსეთმა უკრაინასთან კონფლიქტი გაამწვავა. ის რომ ენერგო უსაფრთხოება ევროპისთვის ნომერ 1 საკითხია, ამის შესახებ საქართველოში ვიზიტისას საფრანგეთის პრეზიდენტმაც ისაუბრა. ფრანსუა ოლანდმა ევროპის ენერგო უსაფრთხოების გეგმაში საქართველოს როლსაც გაუსვა ხაზი. საქართველო არ აწარმოებს ენერგიას, მაგრამ ენერგია გადის საქართველოზე და სწორედ ეს არის კოზირი თქვენთვის და ეს არის პერსპექტივა და
შანსი, რომელიც შეიძლება ევროპას ენერგიის წყაროების გამრავლოფეროვნებისთვის მიეცეს. ევროპას უნდა ჰქონდეს თავისი ენერგეტიკული პოლიტიკა და უზრუნველყოს თავისი ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და მას შეუძლია ამის გაკეთება საქართველოსთან ერთად. თუ რაიმე მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტი განხორციელდება, აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას. ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ საქართველო არის სანდო პარტნიორი ქვეყანა, თუნდაც იმ მნიშვნელოვანი საერთაშორისო განხორციელებული პროექტებით, როგორიც არის შახდენიზი, ბაქო, ჯეიხანი. ექსპერტების თქმით, ირანული გაზის ევროპულ ბაზარზე მოხვედრის გზებზე ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდები არსებობს. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ სანქციების შესუსტების შემთხვევაში ირანში გაზის გათხევადების საწარმო, რომლის მშენებლობა სანქციებამდე დაიწყო, გაგრძელდეს და გაზის ექსპორტი ევროპაში სპარსეთის ყურის, წითელი ზღვის და ხმელთაშუა ზღვის გავლით განხორციელდეს. ექსპერტები ევროპულ ბაზარზე რუსული ენერგოგავლენის შემცირების სხვა გზებზეც საუბრობენ. ძალიან პერსპექტიულად განიხილება ერაყის ქურთისტანის გაზის თემაც. როგორც ვიცი, თურქეთთან პირველი ინტერკონექტორი უკვე აშენდა. თურქეთში უკვე 12 კომპანია დგას რიგში, რომ ქურთისტანის გაზი იყიდოს. ქურთისტანის ყველა პროექტი რომ ამოქმედდეს, რამდენიმე წელიწადში შესაძლებელი იქნება ექსპორტის მოცულობა 30 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზარდოს. თუ აზერბაიჯანი მოილაპარაკებს თურქმენეთთან კასპიის ზღვის გავლით გასადენის მშენებლობაზე, მაშინ თურქმენეთს თავისუფლად შეუძლია 10-15 მილიარდი კუბური მეტრი გაზი დაუმატოს სამხრეთ დერეფანს. რუსეთის შემდეგ გაზის ყველაზე დიდი რესურსი ირანსა და თურქმენეთს აქვს. ექსპერტების თქმით, პოლიტიკური ნების შემთხვევაში ირანი დაახლოებით 30 მილიარდი კუბური მეტრის გაზის მიწოდება შეძლებს. ირანისა და თურქმენეთის ბუნებრივი აირის რესურსების ათვისებით კი ანალიტიკოსების განმარტებით ევროპულ ბაზარზე გაზპრომის პოზიციების შევიწროვება გარდაუვალი იქნება. ექსპერტების ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ყველა ეს ალტერნატიული პროექტი ამოქმედდება და რეალურად დაიწყებს მუშაობას, შესაძლებელია, რომ ევროპულ ბაზარზე გაზპრომის რუსული ენერგიის ჩანაცვლება მოხდეს 50%-ით. აქვე ირანულ გაზთან დაკავშირებით აღსანიშნავია ისიც, რომ ექსპერტები ამბობენ ირანელი მაღალჩინოსნების განმარტებებზე დაყრდნობით, რომ თვითონ ირანელები განმარტავენ იმას, რომ იმისთვის, რომ ირანული ენერგო ინფრასტრუქტურა იყოს მთლიანად მომზადებული ექსპორტისთვის, დიდი მოცულობით გაზის ექსპორტისთვის, ამისთვის საჭიროა 500 მილიარდი დოლარი. დიდი მადლობა, გამოდის, რომ ირანი ემზადება ევროპაში შესასვლელად. ეს სოფო ხანაშვილი იყო, რომელმაც დღის ეკონომიკური თემა წარმოგვიდგინა.